Happy Vlogmas! მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? გილოცავთ ახალ წელს. იმედია ეს წელი ისეთი იქნება, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა, რა თქმა უნდა, კარგი, საუკეთესო სულელების ასრულების წელი იქნება. როგორ გაატარეთ ახალი წელი? იმედია კარგად და იმედია ჩემი მოსაწყენებედობა არავის არ გქონდათ. როგორც შემჩნევთ, ძალიან რეგულარული გავხდი YouTube-ზე, რაც დასაფასებელია მე მგონი, უკვე მესამე ვიდეო მაქვს, დიახ. დღეს ზუსტად არ ვიცი, რას გავაკეთებ, იმიტომ რომ სახლიდან გასვლამდე, იმიტომ რომ გუშინ მთელი დღე სახლში ვიჯექი. ფაქტი რომ მთელი დღე ეკრანთან ვიჯექი არ მომწონს. ძალიან მინდა რომ გარეთ გავიდე. როგორც შეამჩნევდით, ჩემი თმა არის სველი. რადგან ახლახანს მივიღე აბაზანა, ამიტომ გავემზადოთ ერთად, ჩავიცვათ და ცოტა წავიჭორაოთ. მოკლედ, როგორც ადრე გითხარით, სახის მოვლისთვის არანაირ არაფერს არ ვიყენებ, გარდა დამატკინიანებლისა და ჩემი მაკიაჟიც იმისგან შედგება, რომ მხოლოდ ვიყენებ ჩრდილებს და ტუჩის პრანქარს. იმიტომ რომ თინეიჯერობის პერიოდში მქონდა აკნე და იაფასიანი პროდუქტების ხმარება გაუარესა ჩემი მდგომარეობა და იმის მერე კონსულტაციის გარეშე აღარასდროს არაფერს არ გამოვიწერდი, თუ არ მეცოდინებოდა, რომ ის რაღაცა ბრენდის პროდუქტი ნამდვილად სანდო იქნებოდა და იმის მერე ფაქტიურად შევწყვიტე ჩემი მეიქაპ რუტინა, ესე რომ ვთქვათ. სადღაც თინეიჯერობის დასაწყისში მქონდა და როდესაც უკვე გამიქრა ეს აკნე, მერე დამეწყო კარანტინის პერიოდში. როდესაც საშინელ მდგომარეობაში მქონდა სახე, ანუ უარეს მდგომარეობაში მე ვიტყოდი ვიდრე თინეიჯერობის დროს. ხალხო, არ ვიცი ეს რის სიბრალი იყო, ჩემი მენტალური მდგომარეობა შეარყია ამ ყველაფერმა. და არა მარტო ამ ყველაფერმა, იმ წამს საშინლად გამოიყურებოდა ჩემი კანი, ჩემი სახე, ჩემი აღნაგობა. არ მინდა მაგ დროის გახსენება, არ მინდა რომ ეგ დრო საერთოდ მობრუნდეს და ისევ დაბრუნდეს ჩვენს ეპოქაში, იმიტომ რომ მე ამას ვეღარ გადავიტან. გადავხტები მე 7 სართულიდან. მოკლედ გავიშოთ ხა თმა. იმიტომ რომ ეგ ეს საშინლად გამოიყურება და თქვენც არ გინდათ ჩემი ასე ყურება. ალბათ იკითხავთ სველთნას რატო ვივარცხნი? იმიტომ რომ თქვენ არ შეატყობდით ამდენი დასწორებისგან, მაგრამ რეალურად მაქვს ოდნავ ხვეულით, ოდნავ ტალღოვანი თმა, მაგრამ დასტაილინგებით დავიყარე და გამშრალი არასდროს არ მევარცხნება. ვერ ვივარცხნი გამშრალ თმას, იმიტომ რომ იტალღება, საშინლად დგება გაშრობის შემდეგ და გადავწყვეტე რომ ისევ სველს დავივარცხნი, ისე როგორც ხვეული თმის რუტინაში. ამიტომ ვისაც კითხვა გიჩნდებათ, რომ გიჯობს როგორ თმას. ეცდინებათ უკვე. სალონში რო ესენი სტილისტები რო ესე შვებიან, ხო იცი, ეგრე უნდა ვქნა. ერთხელ კაცმა შემჭრა თმა და ვუთხარ რომ მეთქი არ დამისწორო თქო რა. არ შეეხო თქო და კარგიო დამთანხმდა. და
ოთახში უყურებ, რომ ფენი აიღო სამართლებთან და აი სამოძროვებს აკეთებს იგი. გამოვედი და ანუ ხო თან მაშინ მოკლედ შევიჭერით მაგრამ და აი სადღაც აქამდე და გავდი ძაღლს. აი დამატირებში რომ ძაღლია. გადავიღე მე სურათი, გამოვედი. ტიროდი. ჩემ დაფარებში ჩავუგდე ფოტო და ტიროდი. მეგობრებო, მე გადავწყვეტე რომ წავიდე არენაზე და ვისრიალო, იმიტომ რომ 1 წელი არის მის რეალია ციგურებით ძალიან მომენატრა და მივდივარ მარტო. Let's hang out together. გაჩვენებთ რას ჩავიცვა. ჩავიცვათ, გავემზადოთ და მაგიერს იქით გავიკეთებ მაგიერს რა ჩრდილებს. რატოა ყოველთვის ბერულის მერე არ ისრიალია. რაღაცა 2-3 თვე ისრიალე, ფიტპასი მქონდა და მე ძალიან ეს შემომივიდა, მე მგონი მოვიბეზრე თუ რაღაცა და მე საერთოდ აღარ მივлия და ეხლა ძალიან მომენატრა თან ახალი წელი, ახალ წელს რა უხდება ციგური. ამიტომ მოდით. ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდი, მართლა მინახავდი. იმედია კატაობა საერთოდ არ დამავიწყდა და იმედია 1-2 რაღაცას მაინც გავაკეთებ. ხო, აი ეს დამცავები მაქვს. სრულიად ახალია, არის მუხლის და იდაყვის და გავაჩუქებ ვისაც უნდა მომწერეთ ან კომენტარებში დამიწერეთ და აუცილებლად ინსტაგრამზეც დავდებ და ვისაც მართლა გულით გინდათ წაიღეთ, ეს არის სადღაც SCM-ი არა უფრო XS-ი და თქვენი იყოს გაგატანთ წაიღეთ მომაშორეთ. ამებს ჩავალაგებ ჩანთაში ჩემს ტანსაცმელთან ერთად, იმიტომ რომ იქიდან რომ გამოდივარ ძალიან მცივა ხოლმე და არ ვიცი ეს რატო გელაპარაკებით. Anyways, it's makeup time. ამ პარდენ რომელიმე ფერს გავიკეთებ. ჩემს ოთახში არც ესე კარგი სინათლეა და განათება, ამიტომ მიწევს ეს რაღაცა დებილობა ჩავრთო, რომელიც ring light-ის ფუნქციას მისრულებს. ცისფრის გაკეთება მინდოდა და მე მგონი ისევ ცისფერი ჯობია გავიკეთო. აქედან ვერ ვხედავ. მაგრამ I can do it blindly. მეგობრებო, გავიკეთებ და დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ ძალიან ვერ ვშვები. ჩემი აი ყველაზე საყვარელი ფანქარი, აი ალბათ მიხვდებით ხო ზომაზეც. A minute, can we appreciate my outfit? წავედით, იმედია ტელეფონი არ დამიჯდება. რა ტრაიპოდი ჩავდე, იმედია რამე არ მრჩევა კიდე. მგონია რომ საერთოდ რომ გამოვდივარ რაღაცა უნდა დამრჩეს, აი რატო? Appreciate this sunny weather. მართლა ძალიან მომწონს. ეხლა ხო ესეთ ვარ დავისწორეთ, ისე მაგ ბუჩქი. ხო ხდებით ხა რატო ვისწორებ? ესე იგი ვაკიდას რომ გადმოუხვევდა ავტობუსი, უეჭველად შევამოწყებთ ხო რა და მაგის გულისთვის ჩავერთე Google Map-ი და ხახო აგრაურებს Google Map-ი. What is wrong with it? ანუ აქ გავლა არის ძალიან ლამაზი, თან გული მტკივა, რომ მოწყვეტილები არიან და თან ძალიან ლამაზია. ძალიან ცივა, მიუხედავად იმისა, რომ მზე არის და საშინლად მანათებს. გუდვილში მივდივარ, მეგობრებო. იმიტომ რომ წყურია და სახში
ბოჭი დამრჩა ბოთლი. არა ვახსე. აუ ხახო ნახეთ რა საყვარელი სალფეტკი ვიყიდე. გამახსენდა რომ ჩემ ბავშვობაში იყო პრინცესების სალფეტკები. აუ გახსოვთ დისნეის პრინცესები ეხატა სალფეტკებს. არ მქონდა მე მგონი რატო არ მქონდა არ ვიცი. ჩემ ჯგუფელს მქონდა მახსოვს. და ანუ ხან რომელი მოჰქონდა და I was so jealous. აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი რაღაც არ მახსოვს. ხახო გამოვიცვალე. იმიტომ რომ კიდე კაი გამოსასვლელები წამოვიდა, იმიტომ რომ სანოფლიანი ვიყავი. მოკლედ მეგობრებო, ჩემთვის 1 საათით საკმარისი აღმოჩნდა დღეისთვის. ეხლა ვფიქრობ, რომ ძალიან მინდა ყავა. ძალიან კაი იყო. ჩემთვის 1 საათი საკმარისი აღმოჩნდა ამჯერად. ისე არ მყოფნიდა ხოლმე. საკმაოდ დავიღალე. აი საკმაოდ და კიდე კაი გამოსაცვლელები წამოვიდა, იმიტომ რომ წინაზე არასდროს არ დამქონდა გამოსაცვლელი და მთელი გზა მე ამ ცივი ოფლისგან ხახო აუცილებლად ვინც წამოყავს სასრიალოდ წამოიღეთ ზედმეტი 1 ჩასაცმელი რომ გამოიცვალოთ. ესე მარტივი სრიალე დიახ. ხშირად ვაკეთებ ხოლმე ეს მარტო რაღაცებს, იმიტომ რომ in your 20s you will got it. მართლა. ხანდახან თქვენს მეგობრებს არ ეცლებათ. Honestly, არავისთვის არ მithქვამს რომ გამოდითქო. რაღაცა ეხლა pick me, just me. No, I'm not like that. მართლა არ ვარ ეგეთი. მოკლედ მეგობრებო, თუ რამის გაკეთება გინდათ და მარტო ხართ და ფიქრობთ, ვაიმე, ამაზე რო გავაკეთებ მე ხო მარტო ვარ, ჩემი მეგობრები აქ არ არიან. დაივიწყეთ ეგ ფიქრები, chill. ანუ ხანდახან მარტო რაღაცების გაკეთება უფრო სასიამოვნო. აი ხანდახან სულ არ ვიძახი. ხანდახან you have to take your time and have time with yourself, you know. სულ TikTok-ს ერთხელ სკროლავდი და ერთმა ქართველმა კონტენტ კრეატორმა თქვა რომ მიღაცამ არ მახსოვს რომ ქართულად იყო, იმიტომ რომ თქვენი 20-იანებიო არისო თქვენი თინეიჯერობისასა კიო ოღონდო მაგ დროსო ისრულებთო თქვენ სურვილებსო რეალურასო თქვენთან რაც თინეიჯერობაში გინდათო 20-იანებში მართალია მარტო რაღაცების კეთება არ არის მოსაწყენი მართლა გეუბნებით Look at me, I'm growing up. ეხლა წავალ სახში, ეს ყველას დავლიე თითქმის. გეჭორავეთ, ძალიან კაი იყო დღევანდელი დღე. თან კარგი ამინდი იყო. მომიყურებს ის დაცვა და გონია რომ ვეწევი და ვიკრიფები თუ რაღაცა ისე მიყურებს. თავიდან მეგონა რომ კამერაზე მეუბნებოდა რომ კამერა არ შეიძლებოდა და უცბად ისა ბოდიში მე თქვა რომ მეთქი რა. რა მაგ ხელში ესეთი იყო. წავედი მეგობრები. Goodbye.